ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, მსახიობი დევიდ ლინჩი ყველასგან გამოირჩეოდა და უდიდეს გავლენას ახდენდა არა მხოლოდ კოლეგებსა და მაყურებლებზე, არამედ თავად კინოზე. მისი ორიგინალური სიურეალისტური ფილმები 10 წლეულის და საუკუნის მნიშვნელოვან ფილმებს შორის არაერთხელ დაასახელეს. ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები არაერთხელ მიიღო და იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გავლენიანი რეჟისორი. ის ბავშვობიდან ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, რის გამოც ცოტა მეგობარი ჰყავდა, მაგრამ ამის წყალობით მეტად უღრმავდებოდა საკუთარ თავს, აანალიზებდა შთაბეჭდილებებს და მოგვიანებით ეს კინოშიც ასახა. მისტიკური ამბებით დაინტერესებული მოზრდილობის ასაკში ხშირად მორგსაც სტუმრობდა და დიდი ყურადღებით აკვირდებოდა პათოლოგანატომების მუშაობას. ხატრობით გატაცებულმა გადაწყვიტა საკუთარი ნახატები გაეცოცხლებინა, რის გამოც ამერიკის კინოინსტიტუტის სტიპენდიაზე თავისი ორი ნამუშევარი გაგზავნა, სადაც გაიმარჯვა და პრიზად გამოუყეს აპარატურა და ფინანსები თავისი სრულფასოვანი ნამუშევრის გადასაღებად. ის პარალელურად ლოს-ანჯელესში კინოხელოვნებას სწავლობდა, რა დროსაც გადაიღო თავისი პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი საშლელ თავა, რომელიც დიდი ოვაციებით მიიღეს კრიტიკოსებმა და ამის შემდეგ ლინჩი მწვერვალიდან აღარ ჩამოსულა. ნამუშევარი იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ ლეგენდარული სტენლი კუბრიკი ფილმ ნათების გადასაღებ მოედანზე თავის გადამღებ ჯგუფს სწორედ ლინჩის სადებიუტო შედევრს აყურებინებდა, შესაბამისი ფსიქოტოპური ატმოსფერო რომ შეექმნა. ლინჩის გავლენები მსოფლიო კინემატოგრაფზე წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდებოდა, ხელწერა კი თვითმყოფადი და თვითკმარი ხდებოდა. დევიდი ხშირად იყენებს პატარა ქალაქების გარემოს, რაც მას მაყურებელთან კავშირის გაძლიერებაში ეხმარება. მისი პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც უცნაურ მოვლენებში ეხვევიან. მაგრამ ამ რეალისტურ სამყაროში ლინჩი ყოველთვის ამატებს მისტიკურ ელემენტებს. მაგალითად, იგივე საშლელ თავას სიუჟეტი ეყრდნობა ადამიანური შიშების გამოსახვას, როგორიცაა მშობლობის შფოთვა. ლინჩის ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარი ცალსახად სერიალი Twin Peaks-ია, რომელმაც სერიოზული მუსიკალური, კინემატოგრაფიული და იდეური გავლენა მოახდინა პოპ-კულტურის სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის თანამედროვეობის ისეთ ცნობილ სერიალებზე, როგორებიცაა ბეიცების მოტელი, გრავიტაციული ვარდნა და ნამდვილი დეტექტივები. სწორედ Twin Peaks-ში იყენებს ლინჩი მისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ კოზირს, მუსიკას, რომელიც კომპოზიტორ ანჯელო ბადალმენტისთან თანამშრომლობით შექმნა. ლინჩის ფილმები მაყურებელს თავსატეხის ამოხსნას თავაზობენ, მათში სიმბოლოები, მისტიკა და რეალობა ერთდროულად არსებობს. მისი კინემატოგრაფია არ გვთავაზობს ერთმნიშვნელოვან ინტერპრეტაციებს, არამედ გვაიძულებს თავად მოვძებნოთ პასუხები, ამიტომაც მისი სამყაროები მაყურებლის წარმოსახვით კიდევ უფრო მდიდრდება. ლინჩის ფილმები იმის გამო, რომ სანახაობაზე მეტად უფრო შინაარსობრივ ნაწილზე აკეთებდა აქცენტს, არასდროს გამოირჩეოდა დიდი შემოსავლებით. მისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 10-დან 30 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებდა, რაც ასეთი დონის რეჟისორის ფონზე საკმაოდ სასაცილო თანხად გამოიყურება. კინოხელოვნების მიღმა მისი სიყვარული ყავის მიმართ საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, რის გამოც საკუთარი ყავის ბრენდი ლინჩის საფირმო ყავა დააარსა. მასში სასმლის ფასი განსხვავებულია, რაც დამოკიდებულია შეზღუდულ რაოდენობასთან, სპეციალურ ბლენდებთან და მისი მოხარშვის ხარისხთან. ღირებულება მერყეობს $3-დან $18-მდე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ყავა იმდენად ხარისხიანია, რომ დღესაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ის მოდის სფეროშიც აქტიურად იყო ჩართული და მისი შთაგონებით არაერთი ჩვენება გამართულა. იგივე 2016 წლის რაფ სიმონსის ჩვენება, რომლის კოლექციაც სახელწოდებით კოშმარები და სიზმრები იყო პირველი, რომელიც დიზაინერმა თავისი საფირმო ბრენდისთვის დიორიდან წასვლის შემდეგ გააკეთა. სიმონსი ლინჩის შემოქმედებით იყო გაჟღენთილი, ჩვენება შემაშფოთებლად პირქუში გამოვიდა და ამ ატმოსფეროს ავსებდა სხვადასხვა ფერის წითელი, უზარმაზარი სვიტერი და კომპოზიტორ ანჯელო ბადალმენტის მუსიკა, რომელიც როგორც შოუს საუნდტრეკი ისე ჟღერდა. არაერთხელ საკმაოდ ძვირად გაყიდულა ლინჩის ნახატებიც აუქციონებზე, მათ შორის მისი შავთეთრი სერიები $45,000 ფილიპსის აუქციონზე, დიდი სურეალისტური ნამუშევარი ახალი სამყარო სოთბის აუქციონზე $97,000 და ასე შემდეგ. მან 2005 წელს შექმნა საკუთარი ფონდიც, რომელიც ტრანსცენდენტალური მედიტაციის პროპაგანდას ეწევა და ეხმარება სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაკომერციული ინიციატივაა, ფონდი აფინანსებს სხვადასხვა თანხის მოსაზიდ ღონისძიებებს და ლინჩის ჩართულობამ ორგანიზაციაში გაზარდა კავშირები, რამაც სამომავლოდ მცირე ბიზნეს შესაძლებლობები შექმნა. ამავე მიზეზით 2017 წელს დიდი რეჟისორი საქართველოშიც იმყოფებოდა, ვინაიდან მისი ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ლინჩის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტისა და A-კლასის კინოფესტივალის დაარსება და ტრანსცენდენტალური მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრაუმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გამართა რეჟისორმა თბილისში შეხვედრები. დიდი რეჟისორი კინოდან ოფიციალურად 2017 წელს წავიდა. 2024 წლის ზაფხულში კი გაამხილა, რომ ფილტვების ემფიზემის დიაგნოზი დაუსვეს, რაც თამბაქოს გამოდმებულმა მოწევამ გამოიწვია. უკანასკნელ წლებში ლოგინს მიჯაჭვილი რეჟისორი 79 იუბილემდე 4 დღით ადრე 16 იანვარს გარდაიცვალა. სამყარომ კი დაკარგა ხელოვანი, რომელიც სიურეალისტური სამყაროსა და არსებული რეალობის იდეალური მაკავშირებელი იყო, თუმცა მისი შემოქმედება ცხადია, უკვდავია და მასზე ახალგაზრდა სტუდენტები კინორეჟისურის კურსებს გაივლიან.